მოგესალმებით ყველას იესო ქრისტეს სახელით. ბიბლია შედგება რამოდენიმე წიგნისაგან. დღეს ერთ-ერთი წიგნი იქნება ჩვენი ქადაგების მეგზური. მისი სახელწოდება ასეთია: იესო ნავესძე. ეს გახლავთ მეხუთე თავი, მე-13, მე-14, მე-15 მუხლები. ერთხელ, როცა იესო იერიხოსთან იყო, ანუ ნავესძეზეა საუბარი, აახილა თვალი და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული מחვილით ხელში. წავიდა იესო ნავესძე მისკენ და ჰკითხა მას: ჩვენი ხარ თუ ჩვენი მტრების? მან უთხრა: არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ და თანაც ახლა მოვედი. იესო ნავესძე დაემხო მიწაზე და თაყვანისცა და უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს? და უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: გაიძვრე ფეხზე შენი ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმინდაა. და ასეც მოიქცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პიროვნების სახელი იესო ნავესძე თქვენთვის უცხო არ არის. დროის სიმცირის გამო ძალიან შეუძლებელია დღეს, რომ 24 თავისგან შემდგარი იესო ნავესძის წიგნი წავიკითხოთ. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს იქნება ბიბლიური თხრობა, სადაც არანაირი ჩემი მონათხრობი ზედმეტად შემკული არ იქნება. იესო ნავესძე ეს ბიბლიური კაცი, რომლის სახელი ებრაულად შემდეგნაირად ჟღერს იეხოშუა ბენ ნუნი, ეს გახდათ ებრაელთა მეთაური ქანაანის ლაშქრობაში. ეს კაცი გახდათ მოსეს შემცვლელი. ეს კაცი გახდათ მოსეს შემდგომ თითქმის ებრაელი ხალხის წინამძღვარი. წარმოშობით ეფრემელი კაცი, ეფრემის ტომიდან, ის იყო მხედართმთავარი. როგორც კი ებრაელი ხალხი ეგვიპტის მონობიდან გამოვიდა და მათ უდაბნოში ფეხი დადგეს, ისინი საფრთხის წინაშე იყვნენ მომთაბარე ტომებისაგან. ჯერაც ამბავს ყვები და რა საინტერესო არის თქმა სურს დღეს უფალს. აქამდე თუ ერთ კითხვას დავსვავთ, წაკითხული ამონარიდი რაზე მიგვითითებს, კარგია თუ განმარტებას შევიტანთ. დღეს გქონდეს ჩვენება და ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, ეს უკვე მიუთითებს განსაკუთრებულ ადამიანზე. იესო ნავესძე რო უბრალო ადამიანი ყოფილიყო, ანუ რაღაც უბრალო გმირი, მისი სახელი და ამ სახელით დასათაურებული წიგნი ჩვენამდე ნამდვილად ვერ მოაღწევდა. აი ამ ამონარიდმა, რომელიც მე წავიკითხე მეხუთე თავიდან და ეს გახდათ ბოლო მუხლები, მის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიუთითებს ღმერთთან. დღეს გქონდეს ჩვენება და თანაც გეცხადებოდეს უფლის მხედრობის თავი, ეს მიუთითებს დიდ მოვლენაზე. ძალიან ბევრი უვიცი ალბათ და უგნური მეტყოდა, რომ იცით, მეც თუ იესო ნავესძის მსგავსად დღეს გამომეცხადება ზეცის მხედრობა, მეც ვიქნები მისი მსგავსი მორწმუნე, მაგრამ ეს ასე არ არის. ვერ იქნები ადამიანო, იმიტომ რომ დღეს ღმერთის სიტყვაში გეხარა შენ ქრისტე. დღეს სიტყვა არის შენი ცხოვრების უზენაესი ავტორიტეტი. დღეს შენი გამოცხადების ადგილი გახლავთ ბიბლია. თავდაპირველად ხომ სიტყვა იყო, როგორც იოანეს ახარება იწყება. სიტყვა იყო ღმერთი და იგი იყო ღმერთთან, ის დამკვიდრდა ჩვენ შორის. ეს არის დღეს შენი გამოცხადება. ეს არის დღეს შენთან ღმერთთან ურთიერთობის ადგილი.
არ არის ღვთის სიტყვა, შენ არ აკავს ღმერთი. სადაც არ იქადაგება ღმერთის სიტყვა, იქ არ არის ღმერთი. მე თქვენ იესო ნავეზე დღეს შემთხვევით არ მოგიყვანეთ. არც შემთხვევით ვყვები ებრაულ ამბავს. ბიბლიის რომელი წიგნი უნდა წამეკითხა, სადაც ებრაული ისტორია არ იქნებოდა, სადაც ებრაელებზე არ იქნებოდა ამბავი. დღეს ყველგან ეს სახელი გაისმის და ყველას თავისი შეხედულება აქვს. მე არ დავიჯერებ არც ერთ ღმერთის შვილს და არ დაუჯერებ არც ერთ ქრისტიანს, თუ ისინი ებრაელებთან წინააღმდეგობაში მოდიან. სადაც არის ღმერთის სიტყვა, იქ არის ნათელი და დღეს ეს ნათელი მინდა იყოს თქვენს მსჯელობაში, თქვენს შეგნებაში, აი ამ ებრაელი ხალხის შესახებ. დღევანდელი ისტორიაც ბრძოლას შეეხება. მოსემ როდესაც 12 ადამიანი გაგზავნა ქანაანის მიწაზე, ერთ-ერთი მათგანი იესო ნავეს ძე იყო. ეს არის კაცი, რომელიც საზოგადო მოღვაწეა. ძალიან ბევრი ადამიანი განაგებს კარგად ოჯახს. ძალიან კარგად შეუძლია, რომ მხოლოდ ერთი საქმე აკეთოს, მაგრამ ეს კაცი არის საქვეყნო და სახალხო ადამიანი, რომელიც შენ დღეს გაძლევს მაგალითს, გვერდში დგომის, ერთგულების, სიყვარულის, საქმის და ბრძოლის. როგორც კი საშიშროება დაინახა მოსემ, ვიდრე იესო ნავის ძის ისტორიას გავაგრძელებდე, მან არმია შეკრიბა. მოსაც ღვთისკაცი იყო და ისიც საზოგადო ადამიანი. შორს მჭვრეტელი და ძალიან გონიერი და კარგად შეაფასა მე მგონი და აი ამ არმიის მხედართ მთავრად მან დანიშნა ჩვენი ქადაგების პერსონაჟი იესო ნავეს ძე. ეს კაცი არის უღალატო. თქვენ მეტყვით სად ჩანს? 24 თავი, რომელიც მე დღეს ძალიან ლაკონურად უნდა მოვყვე და დავანახო პირველ რიგში ჩემ თავს და მე თქვენ, რომ სად არის თქვენი ადგილი, ჩვენ დაგვჭირდება შიგადაშიგ ისტორიის შეხსენება. როგორც კი მხედართ მთავარი ხდება, რეფიდიმთან, აი ესეთი ადგილი იყო, სადაც ბრძოლა გამართეს ებრაელმა ხალხმა და მათ ამალეკელებზე გამარჯვება მოიპოვეს. მითხარით ერთი ადგილი მაინც წიგნიდან ებრაული ამბავი, სადაც ბრძოლა არ იქნება. ეგვიპტის მონობიდან გამოსულებმა, როგორც კი უდაბნოს ფეხი დადგეს, ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მთელი დედამიწა მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებთ. ბევრს გონია, რომ თითქოს უზენაესი სახელმწიფოები უსაფრთხო ადგილია, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ ამინც თუ განვიხილავთ, მე მგონი უსაფრთხოება აღარსად არის. ეს მიგითითებს იმაზე, რომ შენ ბრძოლის ველზე ხარ და შენი ეგვიპტე დღეს ეს დედამიწაა. რაც არ უნდა გამოხვიდე, მაინც საფრთხის წინაშე დგეხარ. კოალიცია შედგა 5 წარმართი მეფის, რომელმაც უნდა გაილაშქროს ებრაელების წინააღმდეგ. იცის იესო ნავეს ძე ღმერთის სიტყვაც და ყველაფერს მაინც მის სიტყვას დაუკავშირებ, ანუ ღვთის სიტყვას. რომ არა ღვთის სიტყვის ცოდნა, მას არც მოსესად მიექნებოდა ერთგულება და არც ებრაელების სამსახურში იქნებოდა. რა გაწონა სწორებულ კაცზე გიყვებით? რა მთავარ სარდალზე გიყვებით? რა მხედართ მთავარზე გიყვებით, რომელიც არა მარტო მისი ოჯახისთვის იბრძვის, ის იბრძვის საზოგადო საქმისთვის, მაგრამ ამ საქმეს ყავს ავტორი ღმერთი. იორდანე რომ გადაელახა, რამდენი რამე უნდა ეფიქრა. აი, რამდენი რამ განიხილა, ვინ იცის სტრატეგია. მაგრამ ღმერთს რომ ჩანაფიქი ქონდა შენ ცხოვრებაში სასწაული, აღიმართა მდინარე ერთ კედლად
და ებრაელი ხალხი ისე გაატარა. ეს კაცი არის მორჩილი. ამ კაცმა იცის ღვთის სიტყვა, ამ კაცმა იცის მოსეს რჯული, მაგრამ გაატარა. მან გაატარა ერთგულებით. მან გაატარა ღმერთთან მომსახურებაში. მან გაატარა ღვთის ერის სამსახურში ყოფნით. ეს ყოველივე და მინდა გითხრათ, რომ მოსეს სიკვდილამდე ბოლომდე უერთგულა. დაწერილია, რომ ის იყო მისი მარჯვენა ხელი. იცით, ასეთი სიტყვებიც არსებობს: ორგული, მოღალატე. მაგრამ რა კარგია, რომ შეიქმნა სიტყვა ერთგული, რომლის ეტალონია დღეს ჩვენი იესო ნავესძე. ის არ ეწუწუნება მოსეს და არ ეუბნება, რომ არ ვიქნები მხედართ მთავარი, ვერ გადავალ იორდანეს. აი ამ წუწუნა დრტვინვის მქონე ხალხს ვერ ჩაუდგები სათავეში. არა, მთელი გულით, მთელი გულმოდგინებით მოეკიდა ის ამ საქმეს და მიიყვანა ბოლომდე. ჩვენ ვიცით, რომ იესო ნავესძე ერთ-ერთ ქალებთან ერთად შევიდა და ვიცით, რომ ეს ერთ-ერთი მამაკაცის სახელია ქალები და არა ის, რომ დედრობითი სქესის ადამიანებს ვასახელებდე ამ წუთში. მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეს არის ღმერთის სიტყვაში მოცული. მეექვსე თავს როგორც კი დავიწყებთ, აი ჩემს და გასაოცრად. ხანდახან ის რომ ჯერა, იწყება ასე, მეორე მუხლი. უთხრა უფალმა იესო ნავესძეს. ახაც რა უცნაური ნათქვამია. მართლა ცოცხალი ურთიერთობა იყო, რა საინტერესოა, თქვენ როგორ გესმით. მე არ ვიცი მკვლევარები ამ წინადადებას როგორ განიხილავენ, მაგრამ მე როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, მე მჯერავს, რომ ეს იყო ცოცხალი ურთიერთობა და მტკიცებულება იმისი, თუ როგორი ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდა იესო ნავესძეს ცოცხალ ღმერთთან. როდის დაგელაპარაკათ თქვენ უფალმა და ნეტავ სად? ნეტად სად გველაპარაკება ღმერთი? მის სიტყვაში. თუ თქვენ წაკითხულმა მუხლებმა დღეს თქვენი სული არ შეძრა და ის კითხვები, რაც იესო ნავესძეს აი ამ მხედართ მთავარის მიმართ ჰქონდა, რომელიც ზეცის მხედრობის თავად ითვლებოდა, მაშინ ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენა. რისთვის კითხულობთ მაშინ ბიბლიას? თუ შენ დღეს ღვთის სიტყვა არ გაცოცხლებს, თუ შენ არ გეჯერება, რატომ გაამტყუნე? რატომ დააბრალე უძლურება ღვთის სიტყვას? იცით, მე არ ვიცი, რამდენი მხედართ მთავარი შეიძლება ყავდეს ზოგადად ჯარს. შეიძლება არ ვიყო კომპეტენტური პირი, მაგრამ მე ვხედავ, რომ იესო ნავესძეს უამრავი ადამიანის ფუნქცია შეუძლია აითვისოს. მან იცის ყველაზე სწორ ადგილას როგორი გადაწყვეტილებები მიიღოს. და იქნება დღეს მაგალითი იმდენად, რამდენადაც ისევ მისი სიტყვიდან ამოვიკითხავთ. პირველი ქალაქი, რომელიც აიღეს, იერიხონი იყო. ვინ მეტყვის ახლა აი ჩვენს ეკლესიაში იმ ადამიანს, რომ ანამ ქალაქის სახელი არ გაეგოს, ან იმ ქალბატონის მეძავის სახელი არ გაეგოს, ან იმ ზვერავების ამბავი არ გაეგოს, ან ეს ისტორია არ გაეგოს. რა კარგად ყვებით? აი ესე 7 ჯერ შემოუარო ქალაქს და უსმენდე ღმერთს, აი ესეთ იქნება შენი ცხოვრება უჩვეულო. ასეთი სასწაულებით სავსე იქნება შენი ცხოვრება. ასე განიხილება, ასე განიხილა, ასე ხედავს იესო ნავესძეს, მხედართ მთავარს. ეჭვიც არ ეპარება, რომ ის ადგილი სადაც იყო და სადაც ღმერთის სიტყვა გაცხადდა, რომ ის იყო წმინდა. პირველი ქალაქი იერიხო და თავისი უცნაური ისტორიებით. მეძავი ქალბატონი, იქ მსტოვრების შეფარება, იქ ამ ამბავის მოტანა იესო ნავესძემდე, იქ სიტყვის შესრულება, რომ ის ოჯახი არ უნდა ამოწყვეტილიყო, აი იმ სიტყვის ბოლომდე მიყვანა.
ეს არ არის უბრალო საქმე. ბრძოლობდე შენი ქვეყნისთვის და სხვის ადამიანს, რომელსაც პირობა მისცეს, რომელსაც ფიცით აღუთქვეს, რომ ხელს არ ახლებდნენ და ნიშნად მეწამული ფერის თოკი ქონდა, მან ეს ბოლომდე აღასრულა. ქრისტიანობა საყვარლებო, მართლა ბრძოლით არის მოცული. და თუ იესო ნავაზეს დღეს თქვენი ცხოვრების გმირად გაიხდით, არ გაგიკვირდეთ არც თქვენი ბრძოლა, არც თქვენი რიგითი ავამტყოფობები, არც ეს დროებითი ცეცხლოვანი განსაცდელები, როგორც სახარებაში წერია, იმიტომ რომ უნდა გამოიცადო. იმიტომ რომ ყოველთვის ეყოლება ებრაელებს და სულიერ ისრაელს მტერი. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამმა გამარჯვება შავეს ველზე მოიპოვა, სოდომის მეფე მის გვერდზე იყო, მის მარჯვნივ. ეს არის ჩვენი ეგვიპტე, ეს არის ჩვენი ცხოვრება. რაც არ უნდა გამოხვიდე, რაც არ უნდა იორდანე გაიპოს, რაც არ უნდა ზღვა გაიპოს, რაც არ უნდა სასწაულები მოხდეს შენს ცხოვრებაში, ბრძოლა ყოველთვის იქნება. რა სასწაულად ჯერავს იესო ნავაზეს იერიხონის გეგმა, რომელიც ღმერთმა შთააგონა, რომელიც ღმერთმა დაუსახა, რომ მეშვიდეჯერ როცა შემოუვლიდნენ ჯართან ერთად, მღვდლები ბუკებს ჩაკრავდნენ. დღეს მსგავს ბრძოლას ჩვენ არ ვხედავთ. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს მისი სასწაული და ამ სასწაულის მონაწილეა ეს კაცი. კაცური კაცი, მაგარი კაცი, არ ღალატობს მის ერს, არ ღალატობს მის ეკლესიას, არ ღალატობს მოსეს რჯულს, არ ღალატობს ღვთის სიტყვას, იცის, ეკითხება, ჩვენიანი ხარ თუ მტრისიანი ხარ? რამდენჯერ ვერ გაგირჩევიათ თქვენი ცხოვრებით ვისიანი ხართ? რამდენჯერ ვერ გაგვირჩევია ზოგჯერ სად დგახართ? ზოგჯერ შვილმა გადაამეტა ეკლესიას, ზოგჯერ სტუმარმა გადაამეტა, მაგრამ ეს არის უჩვეულო კაცი. ამ კაცის ბრძოლაც ესეთი საინტერესოა. თქვენ ვერცად გეგმას ვერ დამისახავთ ისტორიაში მსგავს სასწაულს, სადაც ღმერთი ასე სრულყოფილებით ერევა. მეორე ქალაქი, რომელიც უნდა აეღოთ, ეს იყო ჰაღაი. განავერ აიღეს. რაღაც მოხდა. იყო რაღაც წინაპირობა. პირველ ჯერზე დამარცხდნენ. როცა მარცხდებოდი ცხოვრებაში, ყოველთვის შეკითხვა მქონდა ღმერთთან. ღმერთო, მე ხა დავმარცხდი. ვერ გავდივარ ფონს. ვერ შევჯერდი ჩემს ცხოვრებასთან. არ მომხდარა, რომ აღიარება არ გამეკეთებიოს. ან ეთქვეს შენიშნა ადამიანს და არ მიმეღოს. თქვენ ზოგჯერ დამარცხდებით, იცით რატომ? თქვენ არ უსმენთ ღმერთს. ეს შენ გინდა შენი ადამიანური გრძნობით. ეს შენ დასახე მიზნად ასე, მაგრამ ღმერთის გეგმა სხვანაირია. მაგრამ ნახეთ როგორი კაცია იესო ნავაზე ხა რო დაემსგავსოთ. მან გამოიძია თავის ერში. ზოგი მარტო თავის ახლის კარგი გამგებელია. მარტო თავისი შვილები თუ დააყვავა და გაზარდა და აღზარდა და კარგად მოიწყო თავისი ცხოვრებისეული კარიერა, აღარ გადადის ეკლესიის წევრებზე. მე ასეთ კაცზე არ გიყვებით თქვენ. მე დღეს ეგოიზმზე არა მაქვს საუბარი. მე დღეს ღვთისმიერ ადამიანზე მაქვს საუბარი. რატო დამარცხდნენ, იცით? არა და იცით, უბრალოდ ეხლა შეიძლება მომენტში ისტორია სრულყოფილად ვერ აღიქვათ. ერთ-ერთი კაცი ებრაელი, ყოველთვის გამოგერევა, აქ იქნება ყოველთვის ყაქანი. ყოველთვის მოვა ვიღაც მოღალატე. ყოველი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი ირისხებოდა და მან დარისხულის წილი აიღო, რის გამოც მთელი ისრაელი დამარცხდა. მან მოუხმო, არ გეგონოთ, რომ რამეს ვამატებდე და უფრო მძაფრი იქნება ეხლა ეს სიტყვები, რასაც წავიკითხავ. მან მოუხმო ამ ყაქანს და უთხრა, ნახე როგორ ტკბილად ეუბნება,
ჩემო შვილო, ეხა მიაგე პატივი უფალს, ისრაელის ღმერთს. მერე მადლი შესწირე და მიამბე, რა ჩაიდინე და არ დამალო. ზოგჯერ გონია რომ ყოველთვის გეპატიება. მე არ მივდივარ ღმერთის სიტყვის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თუ კი ეპატია, რატომ გაიტანეს ანანია და საფირა? იქნებ პასუხი მითხრათ გასვლისას. თუ კი ვინმეს რამე ეპატია, რატო ჩამოკიდეს ხეზე მეფეები? ყაქანის ამბავს მოგიყვებით, რომ ანალოგიური არ დაგვემართოს. წაიყვანა იესო ნავეზე მყაქანი, ვერცხლით, იმ მოსასხამით, იმ ოქროს ზოდითურთ, როგორ უყვარს ადამიანს ოქრო, ზოდი, აქ არ იყო უბრალო ბრასლეტებზე და უბრალო ბეჭდებზე ლაპარაკი, ოქროს ზოდი, მისი ძენით, მისი ასულნით, მისი ხარით, სახედარი, ცხვარი, კარავი, მთელი მისი საბადებელი. მე არ ვიცი რამდენად გახსოვთ და მთელი ისრაელი მასთან ერთად იყო და წაიყვანეს ის ყაქორის ველზე. უთხრა იესომ, რად დაგვატეხე უბედურება? რას გვერჩევდი? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება და დააყარა მას მთელმა ისრაელმა ქვა და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ქვებით. ბევრი იტყვის, მე არა ვარ ყაქანი. ყაქანი ხარ, როცა ღმერთის სიტყვა არ არის შენში ცოცხალი. ყაქანი ხარ, როდესაც ღმერთის სიტყვამ შენ ვერ მოგცა გარდასახვა. ყაქანი ხარ, როდესაც შენ ვერ იგებ შენი გვერდზე მჯდომის ტკივილს. ისე ფილოსოფიურ დონეზე რო განიხილეს, როგორ ითარგმნებოდა ერთგულება, რომ გითხრათ დიდად მომეწონა თქო, არა, მაგრამ მაინც გეტყვით თარგმანს. ერთგულება ეს არის რწმენის რეალობად ქცევის გზა. ბევრი ამბობს უფალო, მაგრამ ყველა როდი შევაცათა სასუფეველში. ეს ხალხი გულით მომიახლოვდა, ბაგეებით მომიახლოვდა, გული კი მათი შორს არის. ნეემია იყო გულიანი ადამიანი, იესო ნავეზე იყო გულიანი ადამიანი, რომელიც არ დაღლელა. ღმერთის სიწმინდის ბოლომდე შემნახველი. არც ერთი ყაქანი ჩვენს ცხოვრებაში, არც ერთი მოღალატეობა ჩვენს ცხოვრებაში, არც ერთი ბოროტის გეგმა ჩვენს ცხოვრებაში. იესო ნავეზე ეს არის ერთგულების კაცი. ეს კაცი უღალატოა. ღალატია, როცა გძინავთ, მე თქვენ ღალატობთ. თქვენ როცა მღერი ხართ, მე გულის ყურით გისმენთ. ჩემი ხელის აწევითაც გამხნევებთ. გამხნევდით ხალხნო. ხუცი ეხა ეკლესიაში მე მგონი ძილის გამო არ დადიან, ეს ანგრევს ქადაგებელსაც. მე ეხა რომ დავიძინო და წამოწო, თქვენ მოგეწონება? რაღაც ძალიან ისეთი უხერხული ფონი, ეხა ძალიან ხშირად გვემართება ყველას, ეხა რა კი ვთქვი? არ მიწყინოთ. მე თქვენთან მოვედი გულით. და მე თქვენ ჩემი პირადი დარღვეული ცხოვრებით დაწყობილ ცხოვრებიანს გაძლევთ მაგალითს. ვისაც ჩემზე მეტი გაქვს, მაგალითი ვარ თქვენთვის. თუნდაც ერთგულების, თუნდაც ის რომ გულით მოვიდე, გულით მოგიტანოთ ღმერთის სიტყვა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენი ცხოვრება არა გვაქვს, ყველასა გვაქვს. სად არის შენი გული ადამიანო? იესო ნავეზე, რომელსაც არც ეთისთვის კითხვა არ დაუსვამს, როგორ გამოეძია მისი დამარცხების მიზეზი. წამში გაარკვია და იპოვა ყაქანი. რას ქვია, გეძინება ომია ქვეყანაზე ის რომ მე მორწმუნემ სწორი ინტერპრეტაცია გავაკეთო მთელი ებრაელობის შესახებ. მე ყველას უსმენ, მე ღმერთის სიტყვას ვიძიებ, რომ შენი სიტყვა იყოს დამოწმება შენს გვერდზე მყოფის. არ ჩაგეძინოთ, იფხიზლეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. ცოცხალია ღმერთი და ცოცხალი იყო იესოსთვის. იესო ნავეზისთვის. ნახეთ როგორი კითხვები აქვს.
რაღაც სულ 3 მუხლი წავიკითხე, მეტი კი არა და რამდენ ამბავს უყვები. ნახეთ, როგორი კაცია ეს კაცი, საოცარი ებრაელი კაცია. იქნებ დღეს ეკრანიდან ვინც გვიყურებს, არ მოეწონოს სიტყვა ებრაელი, მაგრამ ჩემი თანადგომა ამ ხალხს. ჩემი თანადგომა ამ ხალხს, როგორც დაიწერა, რომ დედამიწის ფესვია და შენ ფესვს უკავი ხარ და ნუ გაამაყდები, რადგან როგორც ისინი არ დაინდო, ასევე შენც არ დაგინდობს. ეს დღეს ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ნახეთ რა კითხვებს უსვამს. რა სიტყვის ჩემი ბატონი? ეჭვიც არ ეპარება. ეს არის კაცი, რომლის სიტყვა არის მტკიცე, მდგრადი და შეუვალი. ერთგული ადამიანი გაუტეხელია, ვერ გატეხავ. იმიტომ ქვია მას ერთგული. ერთგული ადამიანი მესამე იოანეს პირველის 5-ში წერია, არ გამორჩება სხვისი დახმარება. არ ჭირდება მას ამბის მოყოლა. ის არის მიმხვედრი. არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, რომ ვერ ხვდება ადამიანი, დედა როგორ მიჭერს, იცით? ეხლა როდის უნდა ადგე, როდის უნდა დაჯდე, როდის უნდა როგორ მიმართოს სტუმარს, მობძანდით და მე მაგალითად ძალიან მიჭერს და აი ხა ამ კაცის ისტორია იესოს ნავეზე ცხოვრებით რო შემოხვიდე, ასე რომ ესე 7 დღე დასეინო ბათუმის გარშემო რომ თავი იხსნა დამყრობლებისაგან, შენ იქნები გიჟი ვიღაცისთვის, მაგრამ რა საოცარი ისტორიის ფლობელები ხართ ხალხნო, რომელიც ისევ სიტყვამდე მივიდა და ეს გამოცხადება, ეს ღმერთის სიტყვა. გაიხადე ფეხზე, წმინდა ადგილია, იქნებ არ გაიხადო. მერე რა, მაგრამ როგორც კი იორდანე გადალახეს, დაიცვითნენ, რატო? რომ გადალახე, რომ წაიკითხე, ახალმა აღთქმამ რა გითხრა გულში, გულზე, გულის შესახებ, წინა დაიცვითეთ თქვენი გულები. წინა დაიცვითეთ თქვენი გულები, იმიტომ რომ თქვენ იორდანეს გადახვედით. მაგრამ ბრძოლა არ ჩერდება. რო გავასწრო მოვლენებს და რო გითხრათ 31 წარმართი მეფე დაამარცხეს. ესე იგი დაამარცხებ ერთს, წამოყოფს მეორე თავს, დაამარცხებ მეორეს, წამოყოფს მესამე თავს, არ მთავრდება, არც დამთავრდება. არც დამთავრდება. ამაშია შენი ერთგულება. ამაშია შენი უხალატობა, ამაშია შენი სულიწმიდის ბეჭედი. იცით, მოდით ყოველნოტვით მძიმენო და მაშვალნო და მე მოგასვენებთ თქვენ. მაგრამ ეს სიტყვები საწავიღო ცათასასუფეველი ძალით აიღება. ეს არის ბრძოლა, ცხოვრება ბრძოლაა. ისე ხარ რაღაც არ უნდა ღიმილით ამოსულიყავი მე პირადად. და რაც არ უნდა ბუნჩულა ქალის სახე მიმეღო. არ დაიჯერებდით, ხო არ დაიჯერებდით. მაგრამ ჩემი გარეგნობა სულიერი კუნთებია და გული ძალიან ბუნჩულა მაქვს. კოკასა შიგან რაც ადგას, იგივე წარმოდინდების. და თუ ღვთის სიტყვებს უფრო შემოული და უფრო შემოულამაზებ და შემოუბარავ ამ ჩემს ნათქვამს. როცა შენ ღმერთში ხარ, შენი მუცლიდან სიცოცხლის წყლის დინარეები იდინებს. ვიღაცას არ მოწონ ხარ კუნთიანი ხარ, ვიღაცას არ მოწონ ხარ კაცრი ხარ, ვიღაცას არ მოწონ ხარ შეუვალი ხარ. იესო ნავეზე ყველას მოსწონ და თქვენ ებრაელი ხალხის დრტვინვა ხო გახსოვთ? წუწუნი. თქვენ ყველას მოსწონ ხართ. მაგრამ იესო ნავეზე მხედათ მთავარია. იყავით თქვენი ცხოვრების მხედათ მთავარი. საკუთარი თავის ხელმწიფე ქალაქის ამღებს ჯობია და მე ყველასთვის გამოსადეგი იქნებით. კიდევ უფრო მეტყველებს იესო ნავეზის ისტორია. ის რომ პირველი ვთქვით ღმერთთან ძალიან ახლო ურთიერთობა როგორ გამოიხატა, შენთვის გამოიხატება ღვთის სიტყვით.
რომელიც შეუცვლელია. ამ სიტყვამ ეს კაცი სად მიიყვანა? ერთგულებამდე. ამ ორ რამეს სად მიყავს ეს კაცი? ბრძოლამდე. ბრძოლა სად მიყავს ეს კაცი? გამარჯვებამდე. აი ამას გასწავლი შენ იესო ნავეზის წიგნი. მაგრამ ამ ბრძოლაში არ დაკარგოთ ხალხნო გველივით სიბრძნე და არც მტრედივით უმანკოება. ორი რაღაც განსხვავებული და ძალიან მძაფრი შედარება, ხო? გველიც უნდა იყო და მტრედიც უნდა იყო. როგორ? არც ერთი არ აკლდა ამ კაცს. და აი ამ ბრძოლის ეპოქაში ის რომ ჯერ იერიხონი როგორ აიღო, მერე ჰაღაის აღების დროს პირველად როგორ დამარცხდა ყაქანის გამო, მაგრამ აი ცოდვილის ბოლო როგორია, როგორ ჩაქქოლავენ ქვებით, როგორ დაგწვავენ ცეცხლით. არ გაშინებს იტყვი რომ იცით არ უმრუშობ, არ იპარა. ზოგჯერ მრუშობ კიდევაც. იცით ზოგჯერ ადამიანს გონია თუ ხორციელად რამეს არ ჩადის, მისი უმნიშვნელო ნათქვამს უმნიშვნელო ძალა ქონდეს. ისე ასეთი რამე არ გიტყვიათ, კაცო, რაღაცა სიტყვას რო ვიტყვი, ბოროტი ისე მოგტაცებს, ხელად შეგისრულებს. და ბიჭო, ღმერთის სიტყვას ლაპარაკო და როგორ არ სრულდება, უცებ. შენ თუ იესო ნავეზის ცხოვრებას განიხილავ, შენ გამოიბრძმედები. შენ იქნები მაგარი მხედართ მთავარი. და აი მის სიმაგრეს მე თქვენ ახლა დაგიმტკიცებთ, დაგიმოწმებთ და ეს ყველაფერი იქნება სული წმინდით, რომელიც ჩაწერილია მე-9 თავში. კაცი მიდის ბრძოლაში, 31 წარმართი მეფე ყავს დამარცხებული, რამხელა გამოცდილება აქვს ცხოვრების და მაინც მოტყუდა. თქვენ გახსოვთ გაბაონელებთან ზავიროდადო? აი მე-9 თავი წაიკითხეთ. მე რამეც ზოგჯერ ბევრი რაღაცა არ მახსოვს, მაგრამ თავარი მახსოვს. ღმერთთან ეკლესიაში მოსulis დღე არასდროს არ მავიწყდება. ამ მე-9 თავმა მთლიანად შეძრა ჩემი ცხოვრება. და იმდენად გულის კუნჭულამდე მივიდა ეს სიტყვა, ასეთი შემართების კაცი, ასეთი მხედართმთავარი კაცი ტყუდება. აქ ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და იცით რატო ტყუდება? ადამიანი ხარ. არ არის ჩვენში სრულყოფილება. არ არსებობს არც სრულყოფილი ეკლესია, არც სრულყოფილი ადამიანი, არაფერი დედამიწაზე სრულყოფილი არ არის. მე ამას აქ ვიტყოდი ძალიან თამამად. ასეთი გამოცდილი კაცი რომ მოტყუდა, რატომ? იმიტომ რომ იყო ადამიანი. გაბაონელებმა ნახე რა ქნეს, როგორ მოდიან. მოდი, რამოდენიმე მუხლი ცოტათი წავიკითხოთ, რომ იყოს ღმერთის სიტყვა კიდევ ერთხელ ჩვენთვის სული წმინდის ბეჭედი. ჩვენ ხომ ვეყრდნობით. აი ერთმა მოსწავლემ მკითხა, ნინომას როგორ გჯერავთო და მე რატო არ მჯერავსო? აი შენს გრძნობას, შენ შინაგან სამყაროს, აი როგორ გინდა დააჯერო ხო ზოგჯერ ძმას, ან დედას, ან შვილს, ან მეზობელს, ან მეგობარს, მაგრამ არ გამოგდის. აქ ამტკიცე შენ ის, რომ შენ ხარ ადამიანი. შენ არ ძალგიც. სული წმინდა მყარი თუ არ გახსნა, არაფერი გაიხსნება, ყველაფერი იქნება დახურული, ყველაფერი იქნება დაკეტილი. შენი ქალობა ვერავის ვერ შეცვლის, ვერ შენი კარგი მეზობლობა, ვერ შენი კარგი საქმეები, ვერა, არა. ცვლის ყველაფერს სული წმინდა. აი ეს მომწონს ამ იესო ნავეს ძეში, როგორ ესმის, როგორ უსმენს ღმერთის ხმას, დაუძახებს იქვია. ნახეთ ახლა გაბაონელები როგორ მივიდნენ. ეხლა ამ მეფეებმა ხო გაიგეს, რომ ძალიან ძლიერია ებრაელები და დაამარცხეს უკვე 31 მეფე. მესამე მუხლიდან მე-9 თავის. როდესაც გაიგეს გაბაონის მკვიდრებმა რა უყო იესო ნავეს ძემ იერიხოს,
და მერე ჰაღაის სბიერად მოექცნენ. დაიმზადეს საგზალი, აკიდეს ძველი ტომრები, ახალი არა, და ღვინის ძველი დახეთქილი გადაკერებული ტიკები თავიანთ სახედრებს. ფეხზე გაცვათილი ფეხსამოსი ჩაიცვეს, ტანზეც გაცვათილი სამოსელი ეცვათ და მთელი მათი საგზალი პური გამხმარი იყო და დაობებული და მივიდნენ იესონავეს ძესთან და უთხრეს გილგალში. არ დაიძინოთ და უთხრეს მას და მთელს ისრაელს. აი შორიდან მოვედით. როგორ თამაშობს, ისე რამდენჯერ მიფიქრია, ხა მყავს აფერისტი ადამიანები გულს, როგორ გაძლენ ამ 45 წუთი და როგორ აი ვერ გავიგე. რა კარგია რომ ვერ იგებ. რა კარგია რომ არ ბაძავ. რა კარგია რომ არ შეგიძლია მათი მსგავსი ცხოვრება. რა კარგია რომ თამაშობ. რა კარგია რომ შენ ხარ მართალი. ზოგჯერ შეიძლება ერთი, მაგრამ შენ არ ხალატობ ღმერთს. შენ ხარ იესონავეს ძეს მსგავსი მხედართ მთავარი. ეხა უთხრეს ისრაელიანებმა ხიველებს. ეგებ კაცო ჩვენ შორის მკვიდრობდნენ ეს ხალხი აგერ შემოგარეში და უთხრეს მათ შორი ქვეყნიდან მოვედით იტყუებიან. და ნახე ვინა ხართ საიდან მოსუხართ და ეხა ეუნება ეს გაბაონელები მტრები ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მსახურნი ნახე კიდე უფრო დიდი ტყვილი უფლის შენი ღმერთის სახელით რადგან სმენია შენი ამბავი და ყველაფერი რაც თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში მოიმოქმედა. დარჩა შეუმჩნეველი ცხოვრება. ცხოვრება იყო შეუმჩნეველი, ვინ არ ხედავს ქრისტიანის ცხოვრებას. სად არ იდინებს, სად არ გავა შენი სიცოცხლის წყლის დინარეები, რომელიც შენი მუცლიდან გამოდის, ღვთის სიტყვიდან გამოდის. დარჩა შეუმჩნეველი? არა. მან უთხრეს, ვიცით შენი ღმერთი ეგვიპტეში სასწაულებს ახდენდა. ვის ღალატობ? რომელ ღმერთს უღალატეთ ჩვენი ქმედებით? რატომ გაამტყუნეთ ღმერთის სიტყვა თქვენი საქციელით? დღეს იესონავეს ძია ამის სრული მაგალითი რომ შენ მიბაძო მას. აი მოვიდნენ აფირისტები, ფარისევლები. მოკლედ დაზავდნენ, გამოსტყუეს ებრაელებს და იესონავეს ძეს ხელშეკრულების ბეჭედი რომ ისინი იქნებოდნენ მათი მსახურები დაპირდნენ შეშას დაგიჭრით, წყალს მოგიტან, თქვენ სამსახურში ვიქნებით და ასეც განაწესა იესონავეს ძემ. და ზოგჯერ ესე შემოგვეპარება ხოლმე მტერი რომ დაგანარცხოს ძირს. განადგუროს შენი რწმენა, დაამსხვრიოს. რამდენჯერ მითქვია, არ ვიცი ახლა სითამამეა, სიამაყეა, არა მგონი. ეგეც აქამდე მოვედი, ახლა 53 წამდე და როგორ ამ უნდა გამაგიჟოს თქო, მithქვამს. მაგრამ ეს იცით როგორ თქვით და სად თქვით? ღმერთის სიტყვაში. მე ყოველივე ძალმიც ჩემი გამაძლიერებელის მიერ. მე მგონი დრო გადის და ხوار დაგავიწყდათ იესონავეს ძეზე რო იყო ლაპარაკი. რა მაგარი კაცი, რა ერთგული. აი არ ყოლიათ კლასში, ან სამსახურში, ან ეკლესიაში. აი გულითადი ადამიანი და კი არ გაგკვირვებია რაღაც აი ყვავის უბრალოდ და ყვავილობს ეგეთი ადამიანები შენს გვერდზე. ძლიერობენ ეგეთი ადამიანები შენს გვერდზე. ეგეთი ადამიანები თავიანთი მდინარეებით უერთდებიან დიდ ოკეანეებს და ვერაფერი ვერ აჩერებს ხალხნო. ვერაფერი. ბიბლია რამდენი წიგნისგან შესდგება რა? მე ამის წინ ნეემიაზე მქონდა ისიც მაგარი კაცი იყო. არანაკლები კაცია ესეც. გული უტოქს. მარტო მისი ოჯახის გადასარჩენად კი არა, ნუნუკა. საქვეყნო, საღვთო საქმის უძლიერესი სამხედრო პირია. ყველა დაძაბულობიდან გამოძვრა და ებრაელებს გამარჯვება მოაპოვებია.
ძველი ვინმე შევიდა? ეს კი იმას არნიშნავს, ახლა მე 53 წლის ვარ, ზეცაში ვერ მოხვდები. ვინმე ძველი შევიდა? რატომ იტოვებ ძველს შენს თავში? ვერ შეხვალ. შენ თუ არ იქნები დღეს ბრძოლის უნარიანი და შენ თუ ვერ მიხვდი იესო ნავეზის გამოცხადება, ღვთის სიტყვა და თუ შენ მარტო ქრისტე ამ ქვეყანაში გინდა, ყველაზე საცოდავი ადამიანი ყოფილხარ. ხო, ესე კნოპკებზე უნდა დღეს ყველას ცხოვრება. არ არის. მე არა მაქვს. თქვენ გააქვთ, არ ვიცი. არ არის. მაგრამ არის ბრძოლა, არის ერთგულება, არის გამოღვიძება, არის ღმერთის სიტყვაში სიცოცხლე, ისევ სიტყვა. სიტყვას როცა ეხებით, მართლა გაიხადეთ სულიერად ფეხებზე, ისე სულიერად. ხალხო, რა წმინდა ადგილს ეხებით? რას შეგვახო ღმერთმა? რას გვაზიარა და შენ არ გახარებს? შენი გული შეუდრეკელია. შენი გული ვერ მოიდრიკა მაინც. შენი გული ვერ აივსო მაინც სიცოცხლით. შენი გული ვერ ივსება მაინც იმედით. სხვას აძლევ. სხვას ბრმას დაღუპავს. ორივენი ჩავარდება, მაგრამ იმის ნიჭიც არა გაქვს, რომ კარგს მისდიო იესო ნავეზძეს. იცით, იქ ახლა როგორც ქალმა ვითომ ბრძოლის ტაქტიკებს დავაკვირდი და ერთ-ერთ ბრძოლაში, მე მგონი ბოლო ბრძოლა იყო, იმას ცხენებსო თუ რაც იყო ბრძოლის ველზე, ხო, ცხენებს გადაუჭერით ძარღვებიო. რომ ეტლებს არ შეძლებოდათ მოქმედება. რა ძარღვი დატოვე, გადაჭერე, გამოადინე, გამოსაშვების სისხლი გამოუშვი ადამიანო, უფრო კარგია ქრისტეში. ქრისტეს სისხლი წმინდა, საუკუნოდ იღვრება. როდის გადარჩა რახაბი? როცა მეწამულის ფერი თოკი გადმოიდო. გადმოდევით თქვენს ცხოვრებაში ქრისტეს სისხლი, რომელიც მოედინება და რასაც სისხლი მიეკარება, მას კურნება ექნება. არ ვიცი თუ შეგიყვარდათ ღმერთის სიტყვა. მოეპყარით განსაკუთრებულად. აი, რო დაინახავთ, სულ მადლობები უხადეთ ღმერთს. შენ იქნები უცნაური სხვისთვის. შენი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ ამ კაცს არ უცქერია, ვინ როგორ აღიქვამდა იმ სიწმინდეს, რაც მან ზეციურ მხედრობასთან იხილა. უზენაესი სიტყვა მოგცემ შენ ძალას, რომ გაძლო ბოლომდე. მე მგონი აღარ დაგავიწყდებათ იესო ნავეზე, ისედაც ძალიან ვიცოდით მისი ისტორია. დიდია ღმერთი, რომ გვაძლევს სწორ წარმოსახვას და ამით კარგი გემოვნება გამოგვიმუშავდა და დავაგემოვნეთ დღეს მე მგონი კიდევ ერთხელ მივირთვით ეს ღმერთის სიტყვა. ხო თქვა ღმერთმა, ჭამეთო, ჭამეთ ჩემი ხორციო, ჭამეთ ჩემი სიტყვაო. ხო არის იდიომური გამონათქვამი, მაგრამ ჩვენ ისი ღმერთის შვილები ვართ, თუ არ გვესმის. და მე აი ესე დავამთავრებ ახლა ამ ღმერთის სიტყვას. თუ ერთი დღეს თქვენ ცხოვრებაში ისე გაიპარა, რომ თქვენ ღმერთის სიტყვაში არ ჩაგიხედავთ, თქვენ ყარქანი გეყოლებათ გვერდზე მთელი ცხოვრება. და ვერაზოს ვერ დაამარცხებთ. თუ თქვენ აი ამ ბრწყინვალე დასათაურებაში, რომელიც ბიბლიოს ბერძნული სიტყვა და როგორც ღვთის სიტყვა ისე ითარგმნება და გაუფასურდა შენს ცხოვრებაში, თუნდაც ტერმინი ღვთის სიტყვა, რამოდენიმე ჩემს მოსწავლეს თავიანთ აიფონებში ჩავატვირთიე ბიბლია, უცებ ინგლისურ ქართული იმითი და ჭკუაზე არ იყვნენ სიხარულისაგან და აი აქედან მოვესალმები, რომ აკუთხებთ მათ ღმერთი, რომ მათ ეს მოიწადინეს და მათ ეს მოისურვეს და მათ ეს მოინდომეს და შენ, რომელიც წლები დადიხარ ეკლესიაში, თუ ეს წიგნი არ აღგაფრთოვანებს, შენ ყველაზე საცოდავი ხარ დედამიწაზე. ჩვენს ღმერთს გქონდეს მარადისკება.